საქართველოს თასის მფლობელი გორის დილა დღეს თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე დანიის ორჰუსთან განმეორებით შეხვედრას გამართავს. საფეხბურთო კლუბის ფან-კლუბი და გულშემატკივრები გორში დილიდან შეიკრიბნენ და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ფეხბურთის ფანები ხალხს თამაშზე წასვლისკენ და გულშემატკივრობისკენ მოუწოდებდნენ. ეხლა ჩვენ ლომკაცები ქალაქში გამოვედით, რათა ხალხს მოუწოდოთ, რომ დღევანდელ თამაშზე, დილა ორჰუსის თამაშზე ყველანი ჩამოვიდნენ თბილისში, გულშემატკივრო გვერდზე დაგვიდგნენ. დღეს ჩვენ ქალაქს სჭირდება გვერდზე დგომა. დღეს უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოში არსებობს ფეხბურთი და დღეს ჩვენ ვართ საქართველოს ფეხბურთის იმედი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველი წარმომადგენლები ევროთასებზე, რადგან ყველა გამოვარდა. გორის დილას გაუმარჯო! გაუმარჯო! ორჰუსში გამარჯვება იყო უნიშნელოვანი ჩვენი გუნდისთვის იმ ფონზე რომ ყველა ქართულმა გუნდმა წააგო დღეს გვექნება უნიშნელოვანი თამაში განმეორებით თამაში საკმაოდ დიდი უპირატესობა გვაქვს იმით რომ მოვიგეთ გასული თამაშით მაქსიმალურად შევეცდებით რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ერთ წუთით არ გავჩერდეთ და ბოლომდე უგულშემატკივროთ ჩვენ გუნდს მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს დანიაში მოახერხეს უკვე სასურველი შედეგის დაფიქსირება 2-1 გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს მაინც ძალიან მძიმე დაძაბულ სანახაობრივ თამაშს ველოდებით კომპაქტა კლუბი ლომკაცები რომელიც ერთი წელია ჩამოყალიბდით და ყოველ თამაშზე აქტიურად დავდევთ ჩვენ გუნდს სახლის თამაში იქნება თუ გასვლა იქნება და სულ გულშემატკივრობთ დანიაშიც კი ყავდა ჩვენი წარმომადგენლები დღესაც შევიკრიბეთ აი ეს დილიდან ნელ-ნელა გვიერთდებიან მომხრეები ჯერ ცოტანი ვართ მაგრამ შეგვიერთდება ყველა მთელ ქალაქს მოვივლით შეხვედრა დღეს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 6 საათზე დაიწყება შეგახსენებთ რომ გორის დილამ დანიის ორჰუსის საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2-1 დაამარცხა დღევანდელ თამაშზე გამარჯვების შემთხვევაში დილა მესამე შესარჩევ ტურში გადავა